სატელევიზიო სამსახური პირდაპირ ეთერში განაგრძობს მუშაობას. ახალ ამბებს საღამოს 6 საათზე მე თამთა სანიკიძე გაგაცნობთ. ორთვიანი პატიმრობის შემდეგ მაესტრო სატელიტურ ანტენებს ყადაღას მოხსნიან, თუმცა რამდენიმე პირობით. გიგაბოკერია ტელეკომპანია საკუთარ წინადადებას თავაზობს. სახელმწიფო თანახმათებში მაესტროს სახელით საქართველოს ფოსტამ დაარიგოს. ანტენებს კი მხოლოდ სოციალურად დაუცველი ადამიანები მიიღებენ. ეს პირობები უწყებაჩორისი კომისიის ხელმძღვანელმა გიგაბოკერია მედია კოალიციის წევრებს უკვე გააცნო. მაესტროს კუთვნილი 30,000 სატელიტური ანტენა პროკურატურის მოთხოვნით 2 თვის წინ დაყადაღდა. ბრალდების მხარის მტკიცებით ტელეკომპანია Global Contact კონსალტინგის საკუთრებაში არსებული ანტენების დარიგებას თვალთმაქცული გზით აპირებდა. ისინი თანახმარიან დარიგდეს მაესტროს სტეპშები გარკვეული პირობებით. პირველი რომ დარიგებას განახორციელებს საქართველოს ფოსტა, მეორე ცხადეს მოხდება მაესტროს სახელით, ანუ მაესტრო უნდა დადოს შეთანხმება ფოსტასთან და დარიგებასაც და უშუალოდ დამონტაჟებასაც მოახდენს მაესტროს სახელით საქართველოს ფოსტა. ბუნებრივია შერჩევა მოხდება შემთხვევით შერჩევის პრინციპით სოციალურად დაუცველი ფენებისგან ადამიანები შეირჩევიან. ხელისუფლებამ გადმოდგა ეს ნაბიჯი და თქვა რომ მზადავა რომ მოხსნა ყადაღა, მე კი მაქვს გონივრული და საფუძვლიანი ეჭვები რომ ეს იყო, მაგრამ ვერ ადასტურებდა ამას სამართლებრივად, თუმცა რა თქმა უნდა უწყებათა შორისი კომისია ამ პოზიციას არ იზიარებს, ისინი თვლიან რომ მათ აქვთ სამართლებრივი არგუმენტები, მაგრამ სწორედ ამიტომ წამოვიდა მე მგონი დათმობაზე და თქვა რომ მზადავა მოხსნა ყადაღა ოღონდ აი ამ ფორმით, რომ ავიციოთ თავიდან ესეთ შემდგომი, ასე ვთქვათ, გაუგებრობები ან სამართალდარღვევები და ამიტომ ეს გააკეთოს მეტნაკლებად ნეიტრალურმა პოლიტიკისგან მეტნაკლებად ნეიტრალურმა სტრუქტურამ საქართველოს ფოსტამ. მაესტროს ხელმძღვანელობა შეთავაზებაზე პასუხს რამდენიმე დღეში იტყვის, მანამდე კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად უწყებაჩორისი კომისიის წინადადებას განიხილავს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი რამდენიმე დეტალის დაზუსტებას ითხოვს, ანუ ვინ დაამონტაჟებს ანტენებს, როგორი იქნება კომერციული მხარე, რა სქემით მოხდება სოციალურად დაუცველი ადამიანების შერჩევა და მოიტანს თუ არა ხელისუფლების ეს შეთავაზება კონკრეტულ შედეგს. ის რომ საქართველოს ფოსტას და თავრობას გაუჩნდა სურვილი რომ ჩვენი სატელიტური ანტენები დააყენონ მოსახლეობაში, ეს კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა რომ ეს მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ოჯახებში და ასე შემდეგ. მათი მხრიდან არის ესეთი საუბარი, რომ სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახებში მოხდეს შემთხვევით შერჩევა. არის სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახები, სადაც საერთოდ ტელევიზორი არ არის და იქ სადაც ტელევიზორი არ არის, რა უნდა სატელიტურ ანტენას, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სამუშაოა და თუ ჩვენ კონკრეტულად ჩამოყალიბდებით და შევთანხმდებით, რასაკვირველია საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ანტენები მოხდება ადრესატამდე. გამოიყოს დამატებითი ადგილები საარჩევნო აგიტაციისთვის, ამ რეკომენდაციით უწყებაჩორისი კომისია ადგილობრივ თვითმმართველობებს მიმართავს. კომისიაში ფიქრობენ, რომ არეალი, სადაც წინა საარჩევნო პლაკატები უნდა გაიკრას, გასაფართოებელია. თამარ კინძორაშვილი თვითმმართველობებს კანონმდებლობის დარღვევაშიც ადანაშაულებს და იმ ფაქტებს ახსენებს, როდესაც თვითმმართველობებმა პოლიტიკური პარტიის აგიტაციისთვის საკუთარი ვებგვერდები გამოიყენეს. სწორედ წინა საარჩევნო დარღვევებზე ამ წუთებში უწყებაჩორის კომისიაში სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები პოლიტიკური პარტიების, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. 17 აგვისტოს კომისიამ გამოსცა რეკომენდაცია, რომლითაც უკანონოდ შეაფასა მმართველი პარტიის სიმბოლიკის განთავსება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, რასაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან მოყვა კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ჩვენთვის ცნობილი გახდა დამატებით ფაქტები იმის შესახებ, რომ გარკვეული მუნიციპალიტეტები თავიანთ უწყებრივ ვებგვერდებს იყენებენ მმართველი პარტიის საარჩევნო აქციების გასაშუქებლად, რაც ასევე უკანონოა. მსგავს ფაქტებს კომისია ისევ და ისევ აფასებს ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენებად და მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შეისწავლონ მათ მიერ შექმნილი პროდუქციის შესაბამისობა საარჩევნო კანონმდებლობასთან და დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში აღკვეთონ მსგავსი პრაქტიკა.
ჰილარი კლინტონის მოადგილე თბილისში ვიზიტს განაგრძობს. თომას მელიამ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისი დატოვა. სახელმწიფო მდივნის მოადგილე ამერიკის იუსტიციისა და თავდაცვის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად წინა საარჩევნო გარემოს სწავლობს. მმართველი პარტიის შენობა სტუმრებმა უკომენტარო დატოვეს. შეხვედრა ჟურნალისტებთან ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა აკაკი მინაშვილმა შეაფასა და თქვა, რომ დელეგაცია ხელისუფლების მიერ სამართლიანი არჩევნებისთვის გატარებულ რეფორმებს მიესალმება. თემა იყო არჩევნები და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და პროცესები. ნაციონალური მოძრაობის მიზანია, რომ გაიმარჯვოს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ამ მიზნით ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა, მათ შორის მედიის სფეროში, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სფეროში, მათ შორის ძალიან ბევრი დამკვირვებელი მოვიწვიეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ძალიან კარგია, ძალიან მისაღებია ჩვენთვის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან არის ასეთი დაინტერესება, იმიტომ რომ ყველას მხრიდან საქართველო არის აღიარებული როგორც წარმატებული სახელმწიფო, როგორც წარმატებული რეფორმების გამტარებელი სახელმწიფო. წინა საარჩევნო გარემო ტომას მელიას ბიძინა ივანიშვილმაც გააცნო. შეხვედრის დასრულების შემდეგ ქართული ოცნების ლიდერმა ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სტუმრები საქართველოში ქართული ხალხის მხარდასაჭერად იმყოფებიან. აუდიენციის დროს კოალიციის ლიდერმა მელიას ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის კონკრეტული ფაქტებიც მიაწოდა. კარგად იცით, რომ ესენი იყვნენ წარმოგზავნილები პრეზიდენტ ობამასა და ქალბატონ კლინტონისგან. ძალიან სტამბეში დავიდა, ძალიან სერიოზული შემადგენლობა იყო დელეგაციის და თვითონ ფაქტი, რომ ეს შეხვედრა შედგა და ესეთი დელეგაცია ჩამოვიდა საქართველოში, რა თქმა უნდა, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ისინი ძალიან კარგად არიან გაცნობიერებულნი საქართველოს დღევანდელი მდგომარეობით. ჩვენს მათ დავეხმარეთ და დამატებითი ფაქტები მივაწოდეთ. ისინი ჩამოვიდნენ არა ვინმეს ხარდასაჭერად, ან პოზიციის, ან ოპოზიციის, არამედ საქართველოს ხალხის მხარდასაჭერად. დღევანდელი შეხვედრები ამერიკულმა დელეგაციამ ქრისტიან დემოკრატების ოფისში მისვლით დაიწყო. სახელმწიფო მდივნის მოადგილე მოძრაობის ოფისში მივიდა და გიორგი თარგამაძე შეხვდა. როგორც მოძრაობის ლიდერი ამბობს, აუდიენციის დროს წინა საარჩევნო გარემო განიხილეს. ვიზიტისას დელეგაციის წევრები პირადად უნდა დააკვირდნენ, ირღვევა თუ არა არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობა. სტუმრები თბილისში 12 სექტემბრამდე დარჩებიან. წასვლამდე კი პრესკონფერენციას გამართავენ და შემაჯამებელ განცხადებას გააკეთებენ. Georgian political parties who are trying to have this meeting. ინდიაის კვლევებს უფლებადამცველები უნდობლობას უცხადებენ. დაჩი ცაგურია ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის შენობასთან საინიციატივო ჯგუფთან ერთად მივიდა. ცაგურიას შეფასებით ინდიაის საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაცია არ არის და ის სახელისუფლებო მხარეს წარმოადგენს. უფლებადამცველი ფიქრობს, რომ ამ ორგანიზაციის კვლევები ქვეყანაში არსებულ სიტუაციას არ შეესაბამება და საქართველოს მოსახლეობის აზრს არ გამოხატავს. რაც ამ ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, ეს არის შეუძლებელი. როგორც ჩანს, ჩვენ სხვა საქართველოში ვცხოვრობთ, ისინი უფრო აი ამ საქართველოსთან ახლოს არიან, რომელი რეალობაც ჩვენ აქ გამოვიტანეთ, სადაც მიშა სააკაშვილი ჩაკნორისზე უფრო მაგარი გონიათ, სადაც სააკაშვილი ბუდა და შივა გონიათ ხანდახან. და ჩვენ სწორედ აი ამ ფორმით დღეს გავაპროტესტეთ ის, რასაც ამდენი ხანის განმავლობაში ამ ტყუილებს აქვეყნებდა ეს მხარე. შინი იმ მომღერლებს მიმართავს, რომლებიც ხელისუფლების მხარდამჭერები არიან. ჯგუფი მუსიკოსებს საკუთარ პროექტში ჩართვას თავაზობს. ცოტა ხნის წინ შინის აქციას თამრიკო ჭოხანელიძე და ჯგუფი ფორტე შეუერთდა. პროექტი, რომელსაც ერთი ხმა ჰქვია, ავტორები კონცერტებს მართავენ და ამ გზით მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ მოუწოდებენ. შინის სოლისტი კი სანამ შეთავაზებას სხვა მომღერლები მიიღებენ, მანამდე მუსიკოსების ორ გუნდად დაყოფაზე საუბრობს და ამ ფაქტს ის სამწუხარო რეალობას უწოდებს. პროექტი გამოდის იმის წინააღმდეგ, რომ საზოგადოება დაყოფილი იყოს ორ ნაწილად. ჩვენ პოლარიზაციის წინააღმდეგ გამოვდივართ. ეს პროექტი სწორედ ამას ქადაგებს, შევიკრათ ყველანი ერთხმად. არ შეიძლება ქართველები ერთმანეთს დაუპირისპირდეთ სხვადასხვა პოლიტიკური მწამსის გამო. ეს არ არის ცივილიზებული ნაციის დამახასიათებელი. რა თქმა უნდა, უერთდები, იმიტომ რომ აქ ხედავ ძალიან დიდ სიჯანსაღეს, ძალიან დიდ სიწყფელეს და ძალიან დიდ სურვილს იმისა, რომ გავერთიანდეთ, რომ ყველა ერთად ვიყოთ, რომ ყველა ერთად ვიდგეთ იმ სადარაჯოზე, რასაც ქვია საქართველოს და ქართველობის შენარჩუნება. და მე ვფიქრობ, რომ ამაში ცუდი არაფერი არ არის. ახლა შეიძლება ცოტა ვიღაცამ ბავშვად დაგაკონკრეტოს და მიგაწეროს ერთ რაღაც კონკრეტულს თუნდაც გუნდს და ესე იყო, თუ ამ გუნდში მე უფრო მეტ ჯანსაღს ვხედავ.
CESCOM ემიგრანტების თხოვნა გაითვალისწინა უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის ვადა გაახანგრძლივეს. ეს ვადა დღეს უნდა ამოწურულიყო, თუმცა საზღვარგარეთმყოფ საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციისთვის დამატებითი დღეები მისცეს 12 და 13 სექტემბერს. პროცედურა ასეთი იქნება: რეგისტრაციისთვის ამომრჩევლები უცხოეთში გახსნილ საარჩევნო უბნებზე უნდა გამოცხადდნენ და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარადგინონ. რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ იმ ამომრჩევლებს, რომლებიც არჩევნების დღეს საქართველოში იქნებიან, მათ საკონსულო აღრიცხვიდან მოხსნის მოთხოვნით სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს უნდა მიმართონ. CESCOM მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ საარჩევნო რეგისტრაცია დამატებით გაიარონ 12 და 13 სექტემბერს. ამისათვის საჭიროა, რომ ისინი გამოცხადდნენ საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე და წარადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები კი არჩევნებში მონაწილეობას საერთოდ ვერ მიიღებენ. ფედერაციის ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები არ გაიხსნება. საგარეო უწყება ამ ფაქტს ტექნიკური ხარვეზებით ხსნის. ნინო კალანდაძე ამბობს, რომ სამინისტრომ ყველა დიპლომატიურ ნაბიჯს მიმართა, თუმცა შვეიცარიის საელჩოს ქართული სექცია გამართულად არ მუშაობს, რის გამოც უბნების გახსნა ვეღარ მოხერხდა. რაც შეეხება კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობას ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ჩვენი ტექნიკური პრობლემების თაობაზე მათ ვაცნობეთ. ბუნებრივია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ამ ინფორმაციის მიღმა და დამოუკიდებლად ძალიან რთული იქნება უზრუნველყოს ტექნიკურად გამართული და რაც თავარია, უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მიღების. რაც შეეხება რუსეთის მოქალაქეებთან მიმართებაში, ოფიციალურად საგარეო საქმეთა სამინისტროს რუსეთის ფედერაციას არ მოუმართავს, არც შვეიცარიული სექციის გავლით. შესაბამისად, ჩვენ ოფიციალური ინფორმაციის ჯერჯერობით ამის თაობაზე არ ვთხოვთ, თუმცა ალბათ ველით და ბუნებრივია მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის. გადაწყვეტ არჩევნების დღე და გახსნით დამატებითი საარჩევნო უბნები ამ მოთხოვნამ უცხოეთში მცხოვრები ქართველები გაერთიანა. მორიგი საპროტესტო აქციები ამჯერად ჰააგასა და ლონდონში ჩატარდა. საქართველოს მოქალაქეების არგუმენტი ასეთია: 1 ოქტომბერს, ანუ ორშაბათს მათთვის სამუშაო დღეა, რის გამოც ისინი ემიგრანტებისთვის არჩევნების კვირა დღეს ჩატარებას ითხოვენ. პრობლემას ქმნის ის გარემოებაც, რომ მხოლოდ დედაქალაქებში გახსნილ საარჩევნო უბნებზე სხვა ქალაქებში მცხოვრები ადამიანები მანძილის გამო ხმის მიცემას ვერ მოახერხებენ. მიმართავ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, ნუ დაგვიკარგავთ არჩევანის უფლებას, შევთვალეთ ადამიანებად, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხმები ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის. არჩევნები არის ორშაბათს, ანუ სამუშაო დღეს და ემიგრანტებს არ ეძლევათ რეალურად საშუალება, რომ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. გვესმის ჩვენ, რომ საქართველოს მთავრობამ საქართველოში გამოაცხადა როგორც დასვენების დღე და უქმი დღე, მაგრამ ჩვენ ეს დიდ პრობლემებს გვექმნის. ყველა ემიგრანტის სურვილი იქნება, რომ ეს კვირა დღეს მოხდეს, როგორც ყოველთვის იყო და ხდებოდა და ალბათ ყველგან ხდება, რომ ეს არის კვირა დღეს. ნაციონალური მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის დებატებს აფასებს. ჩიორ თაქთაქიშვილის აზრით, გადაცემას ორი გამარჯვებული ჰყავს: ქართველი ხალხი და ვანო მერაბიშვილი. ჟურნალისტებთან შეხვედრისას მმართველი პარტიის პრესპიკერი დებატების შესახებ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა. ბატონი ივანიშვილის უარი დებატებში მონაწილეობაზე უპირველეს ყოვლისა არის ქართველი ამომრჩევლის შეურაცხყოფა და თავისთავად ეს ფაქტი ბევრ რამეზე მოსწავლებს. გამარჯვებული ამ დებატების არის ძალიან ნაცვლად ბატონი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეებს ამომრჩევლებს დეტალურად გააცნო ის პროგრამები, თუ როგორ გიგმავს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დასაქმების, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის, სოფლის გაძლიერების პროგრამების განხორციელებას. ეს იყო ყველაზე ნათელი და მკაფიო გეგმა, რომელიც ჩვენ გუშინდელი დებატების ფარგლებში მოვისმინეთ. რატომ არ მიიღო ბიძინა ივანიშვილმა დებატებში მონაწილეობა? გადაწყვეტილება ივანიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა. მან თქვა, რომ ფორმა, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაცემისთვის აირჩია, მისი აზრით აბსურდულია. ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი და გამოხატა საკუთარი მზადყოფნა, რომ ის მზად არის შეხვდეს როგორ ან ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ან მთავრობის წარმომადგენლებს არანაკლებ 7 და არა უმეტეს 12 კაციანი წარმომადგენლობით. მე არათუ უარი ვთქვი, მე მოვითხოვ და დღესაც ვიმეორებ, რომ კეთილინებოდა რეალური დებატები დააფუძნონ და დააწესონ და მიაღებინონ ხალხს დებატებში მონაწილეობა და ლიდერები გამოიყვანონ. არ აქვს საშუალება. ვერ გამოდის, არ შეუძლია ამ კაცს, მე გავაკეთე უკვე განცხადება რამდენჯერმე. არ შეუძლია, მე ვნახე მისი ჩანაცვლების საშუალებაც. მან გამოუშვას თავისი მთავრობა, თავისი ხელისუფლება პარლამენტთან ერთად და მოახერხონ და გამოვიდნენ, რომ მე შეძლო მათ კითხვები დაუსვა ტელევიზიით.
რა მოხდა საბურთალოზე და ვინ დაჭრა მედიაკავშირი ობიექტივის დამფუძნებელი მამუკა გობეჩი ამტკიცებს, რომ მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი ყავლაშვილი დაესხა თავს და ბასრი იარაღით 4 ჭრილობა მიაყენა. დაზარალებულ სახესა და ხელზე 4 ჭრილობა აღენიშნება. გობეჩი ამბობს, რომ შელაპარაკებისა და დაჭრის მიზეზი ავტომანქანა გახდა, რომელიც მის სტუმარს ეკუთვნოდა და რომლის გადაყენებას ყავლაშვილი ითხოვდა. ინციდენტის შემდეგ დაჭრილი მეხუთე საავადმყოფოში მოხვდა. ობიექტივის ხელმძღვანელმა არ იცის დაკითხეს თუ არა მომხდარზე თავად კუდის თანამშრომელი. შინაგან საქმეთა სამინისტროდან კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ. პრესამსახურის ხელმძღვანელი კი სატელეფონო ზარებს ისევ არ პასუხობს. მედიაკავშირი ობიექტივის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ დამნაშავედ თავად დაზარალებული გამოაცხადონ. ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში მის მიმართ გაგზავნილ მუქარი შემცველ შეტყობინებებზეც საუბრობს, სადაც მისი მტკიცებით მოკლით ემუქრებიან. ეს ადგილი დარჩა ცარიელი და მიტოვებული ამ პრესზე არც უნდა უპასუხო. როგორც კი ჩამოვედით, აი წავიდა ესეთი კინკლაობას ავიჯარო, ჩემი მეუღლე ჩადგა შუაში. აი ამ იმაში პირდაპირ სულიად მოულოდნელად ვიგრძენე სერიოზული დარტყმა სახეში. ეხლა მუშტით ამის გაკეთება მეგონი შეუძლებელია. ან უნდა იყო მაგალ პროფესიონალი, ან კარატისტი, ან ვიღაცა რა. ეხლა პროფილა გიორგი ყავლაშვილი. ეს არის ჟურნალისტი, ცნობილი ჟურნალისტის ნათია ტრაპაიძის მეუღლე, რომელსაც ჩემი მეზობელი. გვაქვს ეჭვის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მამუკა გობეჩიასთან დაკავშირებით ძალოვანი სტრუქტურები კერავენ ცრუ ბრალდებას, იმიტომ რომ რატომღაც გაჩნდა საქმეში ეჭვმიტანილის ძვირადღირებული ავტომანქანა, რომელსაც აღმოაჩნდა საბურავი დაზიანებული, წინა განათების სისტემა დაზიანებული, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვის საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ძალოვანები გეგმავენ დაზარალებული გობეჩია გამოაცხადონ დამნაშავედ. მეორე, სისტემატურად ვიღებ მე როგორც ობიექტივის ხელმძღვანელი მუქარის წერილებს სოციალურ ქსელში, გუშინ გვიანღამით კიდევ ერთხელ მივიღე ასეთი წერილი, სადაც მეუბნებიან, რომ ოქტომბრამდე გამანადგურებენ ფიზიკურად, ანუ მომკლავენ და ამას პირდაპირ ვაკავშირებთ ჩვენ საქმიანობასთან, იმიტომ რომ ჩვენ არა ვართ მართული მედია, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი მედია საშუალება. ეს არის 6-ე დაუბრუნდით ახალი 6-ე დაუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ქართველი ფეხბურთელები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან. ხვალ საქართველოს ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში 21 საათსა და 30 წუთზე ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე დაიწყება. ამ დროისთვის ქართული ნაკრები ჯგუფის ლიდერია. 3 დღის წინ ქართველმა სპორტსმენებმა ბელორუსი მეტოქები ანგარიშით 1-0 დაამარცხეს. მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონები თბილისში საუკეთესო შემადგენლობით არიან ჩამოსულები და ხვალინდელ შეხვედრაზე მხოლოდ გამარჯვებას აპირებენ, თუმცა იქვე დასცენენ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მზარდი და ანგარიშ გასაწევი ძალა. თამაშის წინ ფეხბურთელებმა სასტუმრო რედისონში პრესკონფერენცია გამართეს და საკუთარი და მეტოქეების შანსები შეაფასეს. საქართველოს ნაკრების მატჩი ბელორუსიასთან ნახეთ და მათ შორის მეკარე ლორია ანანიძე და ოქრიაშვილს გამოვარჩევდი. ყურადღებით უნდა ვიყოთ მეტოქის შეუფასებლობა დაუშვებელია. ხვალინდელ მატჩში ჩვენთვის მისაღები მხოლოდ გამარჯვება იქნება, თუმცა იოლ შეხვედრას არ ველით. ესპანეთის ნაკრები ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე. შევეცდებით ჩვენი სათამაშო სტილის ერთგულები დავრჩეთ და საქართველოსთან დაპირისპირებაში მოედანი გამარჯვებულებმა დავტოვოთ. წარმატებული სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია. ჯგუფში ფავორიტების დასახელება ძნელია ტიტულებით, რა თქმა უნდა, ესპანეთი და საფრანგეთი დანარჩენ გუნდებს აღემატებიან, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო, ბელორუსი და ფინეთი სუსტი გუნდები არიან და მატჩებს უბრძოლებლად დათმობენ. ვთვლი, რომ ბრაზილიაში მოსახვედრად ჩემმა გუნდმა ყველა შეხვედრაში საუკეთესო თამაში უნდა აჩვენოს. ამ წუთებში ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე ქართველი და ესპანელი სპორტსმენები უკვე ვარჯიშობენ. ჩვენ რამდენიმე წუთში სპორტის ბლოკში გამოშვების ბოლოს დავით ხვადაგიანის პირდაპირ ჩართვა შემოგთავაზებთ. მანამდე კი დღის სხვა ახალი ამბები. ამ დროისთვის მარნეულში საქართველოს პრეზიდენტს ელოდებიან, თუმცა მანამდე დღის პირველ საათზე რუსთავში ავტოსადგურის ტერიტორიაზე 20-მდე მიკროავტობუსი შეიკრიბა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათ მარნეულში პრეზიდენტთან შესახვედრად ხალხის გადაყვანა დაავალეს. სამარშრუტო ტაქსების მძღოლები დამკვეთის ვინაობას არ ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ ხალხი მარნეულის სხვადასხვა სოფლიდან ჩაიყვანეს. ყველა მიკროავტობუსი რუსთავი თბილისის სამარშრუტო ხაზზე მუშაობს. დემოს არ არის საშუალო სკოლა. და ვინ დაგავალათ რომ ჩამოსულიყავით? ვინ დაგავალათ რომ ჩამოსულიყავით? ერაბიშვილი. მარადისიდან. სოფელი მარადისი. ვინ გითხრათ რომ ჩამოსულიყავით? ვისი თხოვნით მოდიხარ? ჩვენმა სკოლის დირექტორმა. და ვინ არის თქვენი სკოლის დირექტორი? ასოთოლხაძე. საიდან ჩამოიყვანეთ ხალხი თუ შეგიძლიათ გითხრათ?
არის სოფელ სახელმწიფო არის. ვინ გთხოვათ რომ ჩამოგეყვანათ, ან რატომ ჩამოიყვანეთ? ფირმა გენაჩვენა და ფირმა მე ვმუშაობ ფირმაში. ფირმა შეუკვეთა ვინმე თქვენ როგორ იცით? არ ვიცი, ვერ გეტყვის იმათი. თქვენ სად მუშაობთ რომელ ფირმაში? რუსთავში ვმუშაობ ფირმაში. ახალქალაქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. დღეს ნორიკ კარაპეტიანი სოფელ ბეჟანოს მოსახლეობას შეხვდა. კოალიციის წევრები ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ დევნის მიუხედავად რეგიონში მათი მხარდამჭერების რიცხვი მაინც იზრდება. დაიწყო მოსახლეობასთან შეხვედრები ქართული ოცნების ლიდერების ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატის მინდა გითხრათ რომ მიუხედავად უამრავი პროვოკაციისა უამრავი ცდილობისა ჩაეშალათ ქართული ოცნების შეხვედრები ლიდერების შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც ხედავთ არ გამოუვიდათ რა და ჩვენ დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები არჩევნების დღემდე რაოდენობა მოსახლეობის ვისაც შეხვდებით რა თქმა უნდა გაიზრდება. ბათუმში მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას ეკლესიის მშენებლობის აკრძალვაში ადანაშაულებს. საუბარია ბესიკის ქუჩაზე არსებულ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივებმა ეკლესიის საძირკვლის მომზადება რამდენიმე თვის წინ დაიწყეს. მოსახლეობა ამბობს, რომ სიტყვიერი ნებართვა ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატისა და მერიის თანამშრომლებისგან მიიღეს. სიტყვიერი შეთანხმების შემდგომ კი მრავლმა მიწა დაამუშავა და სამშენებლო მასალას საკუთარი სახსრებით შეიძინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დღეს მშენებლობის გაგრძელებას უკრძალავენ, რადგან ტერიტორია თურქ ინვესტორს მიჰყიდეს. ამ ინფორმაციას ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ ეპარქიასთან შეთანხმებით ბათუმის საკრებულომ ალტერნატიული ტერიტორია უკვე გადასცა აჭარის მთავრობას, რომელიც თავის მხრივ მიწას ეკლესიას დაუთმობს. ადგილი არის გაყიდული თურქ ბიზნესმენზე და მან უნდა ააგოს აქ კორპუსი. უფე დიმიტრიმ აკურთხა ეს ადგილი. მე უფე დიმიტრიმ აკურთხა ეს ადგილი და ამის შემდეგ მამა დავითი აქ ატარებს ყოველ ხუთშაბათს წირვა ლოცვებს. აქ არ გადის არც ცენტრალური გზა, არც რაიმე მნიშვნელოვანი ობიექტისთვის ეს არ არის საჭირო. ირგვლივ არის მოსახლეობა, რომელსაც სჭირდება სალოცავი. დავიწყოთ იმით, რომ კარფელი არ შენდება. უბრალოდ ის არის სარეკრეაციო ზოლი, ესე ვთქვათ, ძის გამყოფი ნაწილი და მოხდება მისი გამწვანება. რაც შეეხება რატო შევთავაზეთ სხვა ადგილი, იმიტომ რომ შეითხოვა, რომ ბევრ უფრო უკეთესი ადგილი შეთავაზება შეიძლება ებუმაში ეკლესიის მშენებლობისთვის. ეგ არ არის ახალი ამბავი, საკმაოდ დაიხნის წინ მოხდა შეთანხმება ეპარქიასთან. ფოთში ქრისტიან-დემოკრატები ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავენ. პარტიის წევრები ქალაქის სასწრაფო დახმარების სამსახურის ავტოპარკის განახლებას მოითხოვენ. ამ დროისთვის ფოთს სამი მოძველებული სასწრაფო დახმარების მანქანა ემსახურება. იმის გამო რომ სასწრაფო დახმარების ავტომობილების სიმცირე არ იყოს იმის მიზეზი რომ ქალაქში ლეტარული შემთხვევა გამოიწვიოს, შესაბამისად ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა არის ის რომ ჩემი ოჯახის კლინიკის მხრიდან განხორციელდეს ინვესტიცია, რომელიც არის სავალდებულო მისი მხრიდან და მინიმუმ 6 ავტომობილი უნდა არსებობდეს სასწრაფო დახმარების. ქართული ოცნების სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ამომრჩევლებთან შეხვედრებს ისევ აგრძელებს. მორიგი შეხვედრა გურამოდიშარიამ დღეს სენაკში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გამართა. კოალიციის კანდიდატმა ამომრჩეველს კონფლიქტის მოგვარების საკუთარი ხედვა გააცნო. მანამდე კი ოდიშარიამ შეკრებილებს საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის ჩანაწერი წარუდგინა სახელწოდებით ზღვა, რომელიც შორია. ძალიან ემოციურად ვარ დატვირთული. ეს იყო ორი მხარის მიერ დაშვებული შეცდომების აღიარება და გზის პოვნა უკან დაბრუნების. ხედვა მან არის წარმოჩენილი შემდეგი, რომ მხოლოდ მშვიდობა, მხოლოდ ურთიერთსიყვარული, მხოლოდ სიბრძნე, აი ეს აღადგენს იმ ურთიერთობებს, რაც ქართველებმა და აფხაზებმა ესე იგი რაც დაკარგეს ბოლო პერიოდში და უზარმაზარი იმედი არის იმის, რომ ეს ყველაფერი ზუსტად ასე მოხდება. თერჯოლოში ქართული ოცნების შტაბის წევრები ნაციონალურ მოძრაობას მუქარასა და დაშინებაში ადანაშაულებენ. კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ამტკიცებს, რომ მართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ბუხრიკიძე პარტიის მხარდამჭერებს ხშირად ემუქრება. განსაკუთრებული ზეწოლა კი კოალიციის ერთ-ერთ წევრ ივანე ჩუბინიძეზე ხორციელდება. დღეს როდესაც მოვდიოდით მე და ჩემი ძმაკაცები ერთად ჩემი სავალ ნაწილზე გადმოვიდა უშუალოდ და დაჯახების მცდელობა იყო და მე მოვუწოდებ რომ ესეთ რაღაცებს შეეშვას რა. ჩვენ არჩევნების წინ გვინდა დებატები, ჩვენ არჩევნების წინ გვინდა დავანახოთ მოსახლეობას ვინ როგორ უყურებს განვითარების პერსპექტივებს.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. დავით გაგოშიძემ გადადგომის შესახებ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერა. ყოფილი გუბერნატორი განმარტავს, რომ საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის სიით მონაწილეობს და სწორედ ამიტომ გადაწყვეტა პოსტიდან წასვლა. დავით გაგოშიძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებულის თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა. ჩემი საკუთარი განცხადების საფუძველზე გადავდექი სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობიდან, რამე თუ მე ვიღებ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიული სიით და ჩართული ვარ არჩევნებში. ეს კანონთან შეუთავსებელია გუბერნატორად მუშაობა და პარტიული სიით მონაწილეობის მიღება არჩევნებში, ამიტომ აუცილებელი იყო მე დამეტოვებია სამსახური. ქრისტიან-დემოკრატები დევნილებს მიმართავენ. მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი გლდანში ინგა გრიგოლია რაიონში მცხოვრებ დევნილებს თხოვს, რომ საპარლამენტო არჩევნებში მმართველ პარტიას ხმა არ მისცენ. გრიგოლია მიმართავს ყველა დევნილს გაიხსენონ წლების განმავლობაში ხელისუფლების მიერ მათ მიმართ განხორციელებული კონკრეტული ქმედებები და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ მიიღონ. გრიგოლია ამბობს, რომ მმართველი პარტია არჩევნების გაყალბება სწორედ იძულებით გადაადგილებული ადამიანების ხმების საშუალებით აპირებს. მე მინდა მივმართო იმ 19,400 დევნილს, რომელიც ცხოვრობს გლდანში. გაიხსენეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორ გექცეოდათ ხელისუფლება. გაიხსენეთ მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორ ყრიდნენ საკუთარი საცხოვრებელი ფართებიდან. მე მინდა ვთხოვო თითოეულ თქვენგანს, აღარ მისცეთ ხმა ნაციონალურ მოძრაობას ამ არჩევნებში. გლდანელ 19,400 დევნილს მინდა ვთხოვო. მკვეთრი პოზიცია დაიკავეთ ამ არჩევნებზე, იმიტომ რომ არსებობს ინფორმაცია, ვისაც აქამდე არ დაგიკანონეს თქვენი საცხოვრებელი ფართები, არჩევნების მერე სწორედ იგივე მეთოდებით გამოგასახლებენ. ზვია ძიძიგური მმართველ პარტიას საარჩევნო კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. რუსთავში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი არასამართლიან საარჩევნო გარემოზე საუბრობს. ძიძიგურმა დღეს ჟურნალისტებს კონკრეტული რეპორტაჟით საჩვენა, სადაც ჩანს, როგორ ხვდებიან ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსახლეობას საჯარო დაწესებულებებში. მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში მამუკა ჩიქოვანი და დავით კირკიტაძე შეხვედრებს შრომით კოლექტივებთან, ქარხნებსა და საწარმოებში მართავენ, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ნაციონალების კანდიდატი დადის ყველა შრომით კოლექტივში, დადის ყველა სასწავლო დაწესებულებაში და ამის საშუალება არ ეძლევა ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების წარმომადგენელს იგივე ოლქში. ეს არის ძალიან სერიოზული დარღვევა და ვითხოვ მე როგორც კანდიდატს მომეცეს შესაძლებლობა და საერთოდ ჩვენი კოალიციის კანდიდატებს მიეცეთ შესაძლებლობა იყვნენ თანაბარ პირობებში სახელისუფლებო კანდიდატებთან. ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, რომლის დირექტორი პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილის დედა მესამე სასწავლო კორპუსი გახსნეს. ამ პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრიც დაესწრო. დირექტორის განმარტებით სკოლა თანამედროვე ინვენტარითა და კლასებით, ასევე ლაბორატორიებით არის აღჭურვილი. სკოლის მშენებლობა დაახლოებით 1 მილიონი ლარით განათლების სამინისტრომ დააფინანსა. დღესვე სკოლის ეზოში ილია ჭავჭავაძის ძეგლიც გახსნეს. ძალიან ესეთი ამაღლებული განწყობა მაქვს, იმიტომ რომ თბილისში უკვე 17 თბილისში და რეგიონებში უკვე 17 სექტემბერს იწყება სწავლა. შევხსნით უკვე რამდენიმე ათეულ სკოლას, მათ შორის სრულად რეაბილიტირებულს, ახალ აშენებულს. ჩვენი სკოლის მშენებლობა დაიწყო 6 თვის წინ. და სულ 6-ში გაკეთა ევროპული სტანდარტების სკოლა, რომელშიც არის კაბინეტ ლაბორატორიები, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის და აგრეთვე არის გაძლიერებული სკოლის მათემატიკის კლასი განთავსებული მას და მთლიანად არის 200 ბავშვზე გათვლილი. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპისთვის ემზადებიან. ხვალ ქართველი ფეხბურთელები ესპანელ მეტოქეებს უნდა დაუპირისპირდნენ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე, სადაც ხვალ თამაში უნდა გაიმართოს. მოსამზადებელი სამუშაოები და ვარჯიში უკვე დაწყებული არის. ქართველი ფეხბურთელების ვარჯიშს ჩვენი კორესპონდენტი დავით ხვადაგიანი ადევნებს თვალს, რომელსაც ახლა სტადიონიდან პირდაპირ ეთერში ჩართავთ. დავით, რა განწყობა თამაშამდე ერთი დღით ადრე, როგორც საქართველოს, ასევე ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებში? 18 საათზე ზუსტად დაიწყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თემურ ქეცბაიას პრესკონფერენცია. მან პრინციპში ამომწურავი პასუხი გასცა ჟურნალისტთა მიერ დასმულ კითხვებს და მთავარი რაზეც გააკეთა მან აქცენტი ის არის, რომ ქართველი ფეხბურთელები სრულად მზად არიან ამ შეხვედრის ჩასატარებლად. სხვა საქმეა თუ
რამდენად მისცემს ამის საშუალებას, რომ მიაღწიონ წარმატებას ისეთი რანგის მეტოქეები, როგორიც არიან ესპანელები, მოგიხსენებათ, ესპანეთის ნაკრები ევროპის ორგზის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია. თუმცა უიმედობა ჩვენი გუნდის თავმჯდომარეს ნამდვილად არ ეტყობა, მან განაცხადა, რომ ძალიან კარგად იცნობს ესპანელთა სათამაშო სტილს და შესაბამისად ბიჭების თავდადებით შეეცდება ფონს გასვლას და მათი მონდომების დიდი იმედი აქვს. ჩვენ შეგვიძლია ეს კომენტარი პირდაპირ ეთერში მოვისმინოთ. მათ სტილს მთელი მსოფლიო უკავშირდება და ვერანაირი ვერაფერი ვერ მოუხერხეს გაიგედა ახლა. არც ისეთი ადვილი საქმეა. მაგრამ ხო გეუბნებით რა, მე ჯერა ბიჭების რომ გამოუნე ხვალე და მაქსიმუმ ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის რომ სასურველ შედეგს მივაქციოთ და ახლა დამარჩენი ახლა უკვე ხვალე მინდორზე გამოჩნდება. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ნაკრებმა მთლიანი შემადგენლობით უკვე გადაინაცვლა მოედნაზე, შეუერთდა რა თქმა უნდა მთავარი მწვრთნელით. მისივე განცხადებით გუნდში ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად არის, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ ჯანუ ანანიძე, მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი. თემურ ქეცბაიას თქმით 2 დღეა რაც მაღალმა სიცხეებმა შეაწუხა, თუმცა იმედოვნებს რომ გუნდის ერთ-ერთი იმედი ხვალ სრულ წესრიგში იქნება და ესპანელებს იგიც დაუპირისპირდება. დანარჩენი ფეხბურთელები როგორც გითხარით ყველანი წესრიგში არიან, სრულ მზადყოფნაში და ვარჯიში ამ წუთებში მიმდინარეობს, რომელიც დაახლოებით 1 საათს გასტანს. ხოლო მისი დასრულების შემდეგ არენა უკვე 20 საათზე ესპანეთის ნაკრებს დაეთმობა და უკვე ყველაფერი მზად იქნება იმისთვის, რომ ხვალინდელი მატჩისთვის გუნდები იყვნენ მზად და დაიწყოს ეს მეტად საინტერესო მატჩი. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ფეხბურთის გულშემატკივრებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონებთან საქართველოს ნაკრები ხვალ ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შეხვედრას 21 საათსა და 30 წუთზე გამართავს. მე წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს. ამით ბეგემში დაბაბით ახალი 6-ე დასრულებულია, მომდევნო საინფორმაციო გამოშვება კი 21 საათზე დაბრუნდება.